შუადღე მშვიდობის გამარჯობა სულ ყველას. როგორ ხართ? შევიდა ისხში ზაფხული. ზაფხული შევიდა ისხში, მერიკოც შევიდა ისხში. დღეს განსაკუთრებულად საინტერესო პარასკევი გვექნება, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რაღაცებს მოვამზადეთ, კიდე საოცარ ისტორიებს მოვისმენთ ჩვენი სტუმრებისგან. ამიტომ მოუთმენლად ველოდებით მათ სტუმრობას და რა თქმა უნდა მათი ქვეყნების კერძებს. დასაწყისისთვის კი მერიკოს შეგვაზარხოშებს. გამაგრილებელი სასმელი, მოდი ესე დავარქვათ. თუ ცოტა შეგცხება კიდე. ხო, ნუ გააჩნია. ჩემთვის გამაგრილებელი გეტყვი რატო გააჩნია. სასმელია სანგრია სიტყვა რომ ესმის მახსენდება ევროპა და მახსენდება ზაფხული, იმიტომ რომ იქ ხვდება სულ, თუმცა მე ეს კერძი ამერიკაში ვისწავლ, კერძი მეტი სასმელი. ეს დესერტი ამერიკაში. ხო, დესერტია ფაქტიურად. მე შენი გაკეთებული მქონდა გასინჯული და ესპანეთში რა ჩავედი, რა თქმა უნდა, პირველი რაც შეუკვეთა ეს იყო სანგრია და სულ სხვადასხვა რაღაც იქნება. არა, ვერ შევადარებ, იმიტომ რომ მართლა არ მახსოვს ის შენი ძველი სანგრიას გემა, მაგრამ ეს არის ის რაც უნდა გასინჯო და დაიო, აუცილებლად როცა ხარ ევროპაში. ეხლა ნინო მეუბნებოდა რომ ეს ბრენდიო არ უჭირდება სანგრიას და მართალია, კლასიკურ სანგრიას არ ჭირდება ბრენდი, რომელიც აქ გვაქვს. მაგრამ ბევრი ვარიაცია არსებობს ამ სასმელის. ჩვენ დროსაც მე მახსოვს ჩემი როდის აკეთებდა კრუშონს. ძალიან მათრობელა არ არის ეგ? კი, იმიტომ რომ ნახე კომბინაცია არეული სასმელია ჯერ ერთი, მერე შაქარი გაქვს, ალკოჰოლი და შაქარი ერთად ყოველთვის მათრობელა, მაგრამ ნუ ეს არის ერთი ჭიქა. შაქარს კიდე ამატებ ხილის. კი, ცოტა მე შაქარი მოვყვები მაშინ ჩემი ეს ესპანეთში ცხოვრების გამოცდილებას სანგრიასთან დაკავშირებით. სანგრია ესპანურად კლასიკურ მართლა გამაგრილებელი ორი გამაგრილებელი ღვინიანი სასმელი აქვთ ესპანეთის სამხრეთით განსაკუთრებით. სანგრია რომელიც კეთდება წითელი ღვინით და ესეთი პროპორცია კეთდება 1:1-ზე ღვინო, წყალი და ხილი. კი, აი მართლა ალკოჰოლის არ არის. სუფრის kovzi შაქრით და არის გამაგრილებელი და მეორე რომელიც თეთრი ღვინოთი კეთდება და ეხლა ვუყურებ რომ შენ ორივე ფერის ღვინო გვაქვს. იმას ქვია ვინო დი ვერანო, ესე ქვია, ნუ ზაფხულის ღვინო ის კეთდება თეთრი ღვინით. მინერალური შუშხუნა წყლით და უხილოთ. მე როგორც მივხვდი, არ ვიცი, შენ აკეთებ ამ ორი გამაგრილებელი სასმელის მიქსს ზევიდან კიდე ალკოჰოლის გამაგრება. ნახე, ეს არის ალუბლის კომპოტი. ანუ არ არის ეს არა, ღვინო არ არის, ხო, კომპოტია ალუბლის. კი, ამას დაგალევინებ ბაიცალკე. ხო, მე ამერიკაში ვისწავლე სანგრია, ნუ ესპანეთიდან წამოვიდა, სანგრია თვითონ სიტყვა იცი ხო რა ნიშნავს? სისხლი. ხო, და ნუ სისხლის ფერია და წითელია როგორც წესი. მაგრამ აკეთება წითელი ღვინით კეთდება კლასიკური. ალუბალი გვაქვს. ხო, ნუ ესეთია რა, როგორ სალათივით რაღაცა, ის სალათში რო ყველაფერი შეგიძლია გაუკეთო და მაინც სალათს დაარხება. ხო, კიდე პამდერს გინდა რეჰანს გაუკეთებ, გინდა არ გაუკეთებ. სალათა. დავიწყოთ. მე დღეს მაქვს მოტანილი თეთრი ღვინო, ალუბლის კომპოტი, ეს არის მინერალური წყალი, ალუბალი, ატამი, რეჰანი და ქონდარი. რეჰანმა და ქონდარმა არ შეგაშინოთ. უბრალოდ რაღაცა დამატებით გემოებს მე პიტნას ველოდებოდი და ქონდარი მძაფრი არ არის ძალიან იმისთვის. არა. ნახე, თუ ეხლა დავნაყავთ და ესე ჩავდებთ, ალბათ უფრო გაუშვებს გემოებს, მაგრამ უბრალოდ რომ ჩავაგდებ, თავის არომატს მოგცემს, რაც კარგია სანგრიაში, უნდა იყოს არომატული. ატამი დაჭრილი, ხო? და ალუბლის კომპოტის მიუხედავად შაქარი მაინც დაგჭირდება? ისა შაქარი ძალიან ცოტას გაუკეთებ, რომ აი ვინომ სიმჟავე არ გვიკბინოს, იმიტომ რომ ისეთი უნდა იყოს სანგრია რა, ცოტა სასიამოვნო დასავლე. ქალების სასმელს რო ეძახიან ეგეც. ხო, ესპანეთში ყველას ვავს, მაგრამ არის სისტემა ატყواره სასმელი, იმიტომ რომ მართლა ისეთი გემრიელია, არომატულია. მოდი, გინდა რომ ბევრი დალიო და ალუბალი არ არის გამოკურკული თუ როგორც ვეძახით, სამწუხაროდ, მაგრამ ხო. ჯობესია იყოს. ძალიან ის არის, რა ქვია, გემრიელი ალუბალია. აქ მაქვს ყინული, ცოტა გადნა, მაგრამ არ აუშავს, უფრო საზაფხულოს გახდის ამ სასმელს. ბაიკო ალუბლებს ჩამიყრის და ეხლა მთავარი ინგრედიენტები. ღვინო, კარგი ღვინო, აუცილებელი პირობაა. ანუ წითელი, თეთრი არ
შეგვიძლია წითელითაც, მაგრამ რადგან ზაფხულია თან ეს წითელი ღვინო უფრო მძიმეა და რა ხელა ჭურჭელში კეთდება ოღონდ იცით ეს სანგრია, აი დაუჯერებელში რაღაცა, აი ამაგიდის ხელა ანუ ეს დღესასმელიც არის თუ მაინც სიესტამდე აი გაგრილი სანგრია ალუბლის კომპოტი ეხლა გამახსენდა რომ შენი სან გახსოვს ერთხელ მოგწერე რეცეპტი მოგაწერინე. იმის მერე ჩემი სამეგობროს ყველა წვეულებაზე შენი რეცეპტი მომზადებულ სანგრიას. ოკეი, ალუბლის კომპოტი მეტი რა. მეტი? ხო, რა, იყოს კვასკვასა და კვასკვასა. არა, არ მეთანხმები, თან ფერიც კონდეს. იყოს. ხო. ცოტა ალკოჰოლი დააკლდება, ხო? ცოტა ბრენდი. ბრენდი, ჩერი ბრენდი. სოტა. რო გვიკვინოს ალკოჰოლმა. მოდი ღვინოს ავამატებ ეს ჭურჭელი არც ისე პატარა ყოფილა მე რომ მეგონა. ხო, არა, მეგავს. ნაბახუსები ხო იცი სანგრიამა სანგრით ნახე ციკა ხო ზოგადად ზომიერებას იცავენ მაინც თუ არ არის ბრენდი ჩატანებული ხო ნაკლებად მათრობელა მაგრამ ეს ხილია ხოლმე მე გემრიელი გაჟღენთილი ალკოჰოლით. ნუ ეს ზოგადად ისეთ სასმელია ერთი დღე ერთი ღამე მაინც მაცევარში რომ უნდა იყოს. ეს რა გაქვს ეს არის შაქრის სიროფი და მოდი ცოტას პირდაპირ შაქარი არ ტყლუპე, ხო? არა თუმცა ერთ გამოსავალს ვიტყვი ამ შემთხვევაში ეს მინერალურის მაგრად ტკბილ გაზიანსაც ასხამენ ხოლმე და მე შაქარს აღარ ყრი. არა ყურები მივხვდი სანგრიაში არ არის საერთოდ გაზრებული წყალის ვინო დე ბერანოშია. მოდი კონდარი აი ესევე თავისი ღეროთი და ყველაფრი კიდე აღარ უნდა მე მგონი ალუბალი. თუ უნდა? რამდენი ჩაყარება იმიჩო? ჩაყარე. ხო, არა, კარგად არის. და რეჰანი. ეს მწვანილი დამატებით არომატს მისცემს, ამან არ შეგაშინოთ, არის ფიქრობთ, რომ რა უნდა ტკბილ სასმელში რეჰანს და კონდარს. შეხარ სრულიად არის გენიოსი მწვანილების ასე ვთქვათ მე ძალიან მიყვარს ეს განსხვავებული არომატები რომ ხდება ცოტა გაკვირვება მე დღემდე ვიძახი რომ აი სახლის ლიმონათების ჩემპიონი და ჩემი საყვარელი ყოველთვის არის შენი ომბალოს და რეჰანის ლიმონათი არანაირი ლიმონი და კენკრა არის მოხარშვა ხო არ აკლია ატამს. მე დავამატებდი მე ღვინოს. აბა რა. დედა მთელი ღვინო ჩაცალა. ცოტა კომპოტ. გინდოდა ცალკე მართლა? ცოტა ბრენდი გვინდა. კაი რა მერი რა, კაი ორი ბლოკი გვაქვს წინ კიდე. დავახვედროთ რა. ვისაც მოტკბო სასმელი გიყვართ აკლია. თუ გინდა არ გვინდა მოტკბო. აბა გავცინჯო. და მინერალური წყალი. შეგუშინი შაქარზე ისეთი გადაცემა მქონდა რომ გვეშინია, სიტკბოსი გვეშინია. იცი რა, ხო, ეხა მე შაქარს ვარ. ერთი კოზი შაქარი, ვაიმე ფეხი დავაბიჭე. არა უშავს ბაი. მეტად კარგი რამ არის. აბა გამას. ამაურია? ამაურია. ტირიგირიგირიგირიგირიგირი სადარი ჩვენი უიმე კარგი არ არის ძალიან ალკოჰოლური. არა, ხო, ისეთი სასმელია ეს. აი ეს კაია. ბატყوارაც ხორიძა. ჯერ ხილი არ ეთყობა. არა, ჯერ არ დაეთყობა, ეს ერთი ღამე მაინც უნდა იყოს მაცევარში. ყველა შემთხვევაში რომ ხილმა გამოუშვას გემო, გაიჟღითოს. აი მათთან უნდა იყოს ახლა დაჭრილი ხამონი. ხო. ზეთის ხილი და სანგრია. თიკა უნდა წავიყვანოთ გასტრონომიულ ემაზე, რა ქვია, ექსპედიციაზე სადმე. ხამონი რა არისო? რა არის ხამონი? მოდი ვიჩინა გოგო გაგიხადო. ასე რომ ვთქვათ. უხეშად რო გითხარ ვიჩინა და რომელიც პროგრამელია. ამას არ ჭამთ მაგიტო ხამონი არ გიჭამია შენ. აუ რა ლამასია მე. ხო, ეს მწვანილები ძალიან ავამაზებს. ძალიან თუ რა კობას ვაკეთებ, ახლა რო კითხავ ეს ეტარქუნა? კონდარი. ნინო ერთი თრუთით რა იყო? წასაყვანია. მისახედი აიბაღანა. იცი რამდენი ხანია გვინდა რომ ერთად ვიმოგზაუროთ, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ ეთერში ვინმე ხონდა დარჩეს არა. აი ხა ზაფხულში. კონდარი.
აი რა მოხდა ერთი ხო უნდა ყავდეთ ჩემნაირ ცოტა აზე რო არ არის არაფრის შენ იმდენი რაღაცის აზე ხარ ცხოვრებაში რომ მოდი აქ დაჯექი დალიე ახლა რა ხამონი მოდი მოგვიჭახუნე ამო თიკა ჰამოდი რა ხირს მოდი აქ რა ხირს რა თქვი როგორ ერქვა ლორდ თუ რაღაცა ერქვა ხამონი ბაი აი რა მოხდა გოგო მეც 2 წლის წინ გავიგე ბაი რა მაგარია არა ამას შევნახავ ჩვენ ძვირფას სტუმრებს დავიმახსოვრებ ხოდა და ამოვალე ხაკე კარგი მოდი კაპოტი მოდი გისხავ სანგრიას სად არის ერთი ჭიქა გვინდა მეც უნდა დავივიწყო დღევანდელი უნდა დავივიწყო დამგესხი ღვინო თუ რა აბა როგორია თქვით დემო გაუჯენელზე ძალიან ლამაზია ბრენდი ძალიან მოუხდა მე რაც გავსინჩე რა გასინჩე არკინა ცოტა სიგრილე მინდა რო კონდო ხო მაცივარი და ერთი ღამე უნდა ამას ახლა და იქ ნახევარი დღეში კარგად გაცივდება შენ ახლა შენი უბნისთვის რო ჩახვალ სახში შეგიძლია გააკეთო დიდ ჭურჭელში შაბათკვირის სასმელი და დამიჯერე ძალიან პოპულარულია. თან ადვილია, იცი რა? უმარტივესი. გამოსავალია ერთგვარი რომ რაღაცა განსხვავებული სასმელი შესთავაზოთ სტუმრებს, მით უმეტეს ზაფხულში, იმიტომ რომ რაღაცა ყველა სასმელი გეზისხება ზაფხულში, როგორც არ უნდა ერთობოდა და როგორი კარგი წვეულებაც არ უნდა იყოს. ერთ დიდ ჭურჭელში ისეთ შეღონთ, რომელიც მაცივარში ეტევა. ხო. გააკეთებ, ნახევარი დღეც რო შემიდგავს მე და მაინც კარგი გემოთი გამომიღია. რამდენიმე საათი? კი, რამდენიმე. გააკეთე და ჩამოვალ. აუცილებლად პირობას და აი აქ პირდაპირ ეთერში. კონდარტ მე წამოვიღებ. სანამ არ წვე გააკეთე უხდება, კაი გემოებს უშვი. კარგი, სანამ გავალთ რეკლამაზე და ჩამოვიტანალი. ვუმასპინძლებთ ჩვენს ძალიან საინტერესო სტუმრებს, რომლებიც თავისი ძალიან მძიმე და საინტერესო ისტორიებთან ერთად მოგვიმზადებენ საინტერესო კერძებს საკუთარი გასტრონომიული კულტურიდან. მანამდე მინდა გამცნოთ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ფესტივალის შესახებ, რომელიც ხდება 15 ივნისს 4 საათზე ვაკის პარკში. ეს გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი მიზღვლილი კამილიელთა ფესტივალი. ეს იქნება საზეიმო კონცერტი, მასტერკლასები და რაც მთავარია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვაც მოხდება. მიზანი კი რა თქმა უნდა გახლავთ საზოგადოებაში ინტეგრაცია და კარგი დროის გატარება უბრალოდ. შეგახსენებთ 15 ივნისს 16 საათზე გაიმართება ეს ფესტივალი და აი ამ ნამუშევრების დათვალიერებას და რა თქმა შეძენას შეძლებთ. წავედით რეკლამაზე. რეკლამა და შემდეგ სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით. რუბრიკის სპონსორია ჩვენი სუფრა. უცვლელი ბედნიერება. დავბრუნდით ეთერში, როგორც დაკვირდით ბევრი სტუმრებით, მაგრამ უნდა დავიწყოთ ჩემი ემოციით და სენტიმენტებით, იმიტომ რომ დღეს როგორც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ჩვენთან სტუმრათა ადამიანი და ეს რაღაც სიმბოლურია, რომ 25 წლის თავზე ამ ტელევიზიის სტუმრად არის ადამიანი, რომელთან ერთადაც ვიწყებდით ამ ტელევიზიის ისტორიას, რომელიც იყო პირველი ეთერების, ასე ვთქვათ, თანა მოზიარე ყველასი და რაღაცა ვეტერანების შეხვედრა გამოგვივიდა ნინო ქაჯაია მიყვარს მახსოვს და თქვენს დარწმუნდებით რომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და რომელი შენობაც არ უნდა გამოვიცვალო და რა ფორმატიც არ უნდა იყოს ის მაინც აქ როგორც სახში ისე გზნობს თავს მე მგონია იმიტომ რომ ვისაც გვახსოვ ხარ ყველას ისევე გვიყვარ ხარ როგორც მაშინ ნამდვილად ესე იგი ისეთი გულისამაჩუყებელი შესავალი არის რომ მეც აი მინდების სარგებლო შემთხვევით და მართლა ყოველთვის სასიამოვნოა სახში დაბრუნება ძალიან დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა იმისათვის რომ მოგვიწვიეთ აქ და ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმ სოციალური პასუხისმგებლობისა რაც თქვენ გაგაჩიათ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა და მეც ძალიან მიყვარხარ ხარ მე ზღადამჩენია რომ ჩვენ მოვალეობა შევასრულო და ნინოს ამჟამინდელი სტატუსი წარმოგიდგინოთ ის გახლავთ გაეროს ლტოლვილთა სააგენტო საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი და წარმოგიდგენთ ჩვენ ორ მთავარ სტუმარს პრინციპში დღეს ერთი გახლავთ ლტოლვილი ერაყიდან რაჰმა აბასლაპტა მივესალმებით და ქალბატონი ვიქტორია ხრიპტულოვა უკრაინიდან დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ 20 ივნისზე ეს გახლავთ თარიღი როდესაც მთელ მსოფლიოში აღინიშნება ლტოლვილთა დღე და ალბათ
ბევრად უფრო აქტიურად უნდა აღინიშნოს იმისთვის, რომ ჩვენ ოდნავ მაინც გავიაზროთ, რას ნიშნავს იყო ლტოლვილი ხშირად შენსავე ქვეყანაში და ხშირად გიწევდეს არა მარტო სახლის, არამედ ჩვენი ქვეყნის დატოვება, იმიტომ რომ იქ უბრალოდ გაუსაძლისი პირობებია. ჩვენ ამ დღის აღნიშვნის შესახებ აუცილებლად ვილაპარაკებთ, მანამდე კი გვინდა ჩვენი სტუმრების გასტრონომიული ტრადიციები გავიზიაროთ და მოვაყოლოთ ჩვენ სტუმრებს დღეს რას მოგვიმზადებენ. მე ვიცი რომ თქვენ საუბრობთ ქართულად ცოტას. გითხარით რას გვიმზადებთ დღეს? რა კერძს? დღეს მშობ ორია, ერთი ტაბულე და ერთი ჰუმუს ბათაინა. ბრავო. ორივე გიყვა. ტაბულე ოხრახოში, ხახვი, პომიდორი, ლემონი და olive oil. The tahina with hummus and matsani with hummus, burgholi with the tisqali soda, atitsuti, tkhutmetitsuti, da with okhra khoshi. Bravo. კარგად ლაპარაკობთ. ორი კერძის ტაბულე და ჰუმუსი. მოდით თქვენ შეუდექით საქმეს. ჩვენ მანამდე გავიგოთ ქალბატონი ვიქტორიას ნამდვილი ტრადიციული რეცეპტი ბორშის. როგორც ვიცი, украинული, нандули украинული борщи. Давайте расскажите нам про ингредиенты и в первую очередь про бульон. Бульоны შესახებ უნდა ვაყოლოთ, იმიტომ რომ წამოდუღდა აქ ვიდექი და იმდენად არომატული სუნი ქონდა, რომ დამაინტერესა რატომ არის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბульონი ესეთი არომატული. Секрет ароматного бульона это мясо. Хорцевия. Должна быть вырезка, жирненький кусочек и обязательно маленькая косточка. Ага, ესე იგი სამი სხვადასხვა სამი საიდუმლო არის არომატული ბულიონის რბილი ხორცი, ცხიმიანი ნაწილი და პატარა ძვალიო და მაშინ გამოდის. Раз არის ღორის უნდა იყოს, свинина. Это какой-то ваш семейный рецепт, Катя? Ну, борщ это, я так думаю, не только украинское блюдо, но на Украине принято готовить борщ со свинины. Это чисто украинская такая. Украинაში მიღებული რომ მაინც ამეც ღორის ხორცით უნდა მომზადდეს. Ну вот я вижу там это курятина. Нет, это свининка. свининка. ხო, მოკლედ ინგრედიენტებიც მზად არის, გვინდა კიდე რამე. ხედავთ ალბათ. Естественно, картошечка, которую мы уже будем ложить. Вот это мы И не картофели უკვე უნდა ჩავყაროთ. Картошечка. Потом домашняя заготовочка идет, это зажарка. Картофели უკვე მოხარშულია? ხო, იმ დასასწრაფებლად პროცესს. Თორე, ისე ალბათ იხარშება. Самый длительный процесс это картошка. Да. Все остальное очень быстро. Быстренько. გულისხმობს აი ამას შემდეგ ინგრედიენტად, რომელიც უკვე მომზადებული არის, აქ არის ჭარხალი. Это тушеная в томате бурячок, морковочка и лучок. ესე იგი ხახვი, ჭარხალი არის ტომატში მოხრაკული, მოთიშული. და უკვე მზად არის. Вы это все по отдельности делаете? Это все по очереди в сковородочке тушится. Я вас научу грузинским борщем, как я делаю. Всё вместе. Я пробовала. Я пробовала грузинский борщ. Похоже, но технология другая. Да. Абсолютно. И в основном мясо поменьше. В грузинском борще? Да. Или вообще без мяса. Да, это я поняла. Ну, фишка... Такое слово не знаю, можно говорить? Конечно, можно. Фишка украинского борща – это мясо, самое главное. Потом томат вкусный, чтобы был. Так. И болгарский перец. Без болгарского перца не получится. А мы думали, что это бурак и капуста. Самое главное. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ქართული ბორშის დარდი, რომ ხშირად ეგრეთ წოდებულ ტყუილ ბორშს ვამზადებთ უხორცოთ და შემდეგ გითხარ, რომ თავარი ეს ბორში ხორციაო, ბახარის პილპილი, როგორც ჩვენ ვეძახით და კარგი პომიდორის, გემრიელი პომიდორისგან უნდა იყოს ტომატი მომზადებულიო. კარგით, მოდი ნინოს დაუბრუნდები მე მაშინ ამ თარიღთან დაკავშირებით, სანამ ჩვენი სტუმრები მოამზადებენ, ოღონდ რა თქმა უნდა მიუბრუნდეთ მათ პირად ისტორიებს, როგორ მოხვდნენ და რატომ მოხვდნენ ისინი საქართველოში.
რა ხდება 20-ში? პირველი ყოვლისა 20 ივნისი უკვე მე-19 წელიწადია, რაც 2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რეზოლუცია, რომლის თანახმადაც საერთაშორისო დღედ გამოცხადდა ეს დღე იმისათვის, რომ გამახვილდეს ყურადღება მილიონობით იძულებით გადაადგილებული ადამიანის. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ბოლო სტატისტიკით 68,500,000 იძულებით გადაადგილებული ადამიანია, რომელიც იძულებული გახდა ერთ მშვენიერ დღეს დაეტოვებინა ომის ძალადობის დევნის გამო სახლი, საკუთარი შვილები, ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრები, ქვეყანა და უმძიმეს პირობებში დაეწო სრულიად სხვა გარემოში, იმიტომ რომ თავისი სიცოცხლე გადაერჩინა ელემენტარულად. აი ამისათვის, რომ გამახვილდეს ყურადღება და ცნობიერების ამაღლება მოხდეს, აღინიშნება მსოფლიოში ეს დღე და ესევე ეს არის დღე, როდესაც აი ამ ადამიანების სიმამაცე, გამბედაობა ზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, იმიტომ რომ თითოეული ისტორია, მოდით დავუბრუნდეთ მაშინ. დავუბრუნდეთ ხო, თუნდაც რათხას ისტორიას, ის 6 წელი არის, რაც უკვე საქართველოში იმყოფება და 7 წლის იყო, როდესაც ის მესაუბრებოდა ყველაზე მძიმედ რახმა შეიძლება მოყვე, როდესაც შენ 7 წლის იყავი და სკოლიდან მოდიოდი. თუ შენ მოგვიყვები? Okay, from the beginning. Okay. მე მგვია რაჰმა, მე ვარ 19 წლის ხარ. მე ვარ ლიტველი ერაყიდან. 6 წელი ვცხოვრობ თბილისში. მაქვს 2 ძმა და 1 და. მე და ჩემი ოჯახი გამოვიდა საქართველოში და მე როდესაც შენ 7 წლის იყავი და სკოლიდან გამოხვედით შენ და 7 წლის სკოლიდან იმიტომ რომ in some days and some days okay translate because difficult You can speak in English. Okay, in some days I want with me, my sister at the school, we want to jump to another side for my brother's school, but we have some shooting from the soldiers. სკოლაში მოყვნენ, როცა გამოდიოდნენ სკოლიდან. And it's very difficult for us because I'm in 7 years, and it's very difficult for me. And I put my hand in my head, and I very have sad, and also I crying. And my sister jumped before me, and she said stop, and I jumped with her, and so difficult for us. ეს არის ისტორია, რომელიც მას გადახტნენ როგორც იძულებული გახდნენ, ვერაფერი ვერ გააკეთეს გარდა იმისა, რომ გადაეფარა და გადახტა გააჩერა ეს სროლა და მსგავსი ისტორიები არის უამრავი. მილიონობით ადამიანი გადის აი ამ რთულ გზას. ჩვენთვის ყველაზე ადვილად გასაგებია ეს პრობლემა, იმიტომ რომ იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში 385,000 იძულებით გადაადგილებული პირია, მაგრამ სოფლიო მასშტაბით ეს რიცხვი კიდევ უფრო ბევრია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. რა იგულისხმება, როდესაც აი წარმოედგინეთ ძალიან მძიმეა ალბათ თითოეული ჩვენგანისათვის ამის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს, როდესაც მიჩვეულები ვარ ჩვენ სახლში გაღვიძება ჩვენ ახლობლებთან, ჩვენს ოჯახის წევრებთან, უცებ აი ეს ყველაფერი წაგვერთმევა და უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები, გავიქცეთ სახლიდან და აღმოჩნდებით გარემოში უცხო საზოგადოებაში, სადაც არ ვიცით ენა, არ ვიცით მათი ტრადიციები და ეს ყველაფერი თავიდანვე დავიწყოთ. ძალიან ხშირად აი ამ საზოგადოებაში აღმოჩენისას ეს ადამიანები ამ საზოგადოების შიშის და მსხვერპლნი ხდებიან, იმიტომ რომ მიუღებლობა ხდება მათი. სწორედ ამიტომ არის კი ვიქტორიას რაც შეეხება ის დონეცკში ცხოვრობდა და ასევე ყვებოდა, რომ როდესაც კიდევ მორიგი დაბომბვა მოხდა და მივხვდი, რომ ჩემს სახლთან აფეთქდა ეს მორიგი ჭურვი, მივხვდი, რომ უკვე რაღაც უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ იქ ფიზიკურად გაჩერება აღარ შეიძლება. Моди моглась ალბათ თვითონ ჯობი ვიქტორია, расскажите нам вашу историю. Как вы покинули свой дом? Жила я на Украине, в городе Донецке. Тяжело. Нам было тяжело, когда происходили эти события. Мы
вот с такой дистанции переживали. Я представляю, как вам тяжело, да, когда перед вашим домом все это происходило, и происходило в таком количестве, что вы решились на такой шаг покинуть родной город, дом, я не знаю, друзей и перебраться. Я понимаю, что тяжело. Дом, и семья, и работа. Главная родина. Но мы знаем, что конец очень хороший. есть такая русская пословица: было бы счастье, да несчастье помогло. Здесь встретила очень хорошего человека. Картвелия. Да? Да. აქ შეხვდათ ძალიან კარგ ადამიანს როგორც Влюбилась. Конечно. და ყავს არაჩვეულებრივი ქალიშვილი წლინახევრის, რომელიც გარეთ სტუდიაში Маленькая хитиночка бегает. Как зовут? Оленька. Сказали нельзя. Да, сказали нельзя. Катара Олико გველოდება ეზოში თურმე. და ინტეგრაცია სწორედ ამ ადამიანების არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მათ კონდეთ სვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, რომ მათ შვილებსაც შეეძლოთ წასვლა სკოლაში, თუ საჭიროების შემთხვევაში ექიმთან, რომ მათ კონდეთ გამოვლენა თავიანთი შესაძლებლობების, თავიანთი ნიჭის, უნარის. ეს არის ყველაზე მთავარი და სწორედ აი აქ არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის თანადგომა და მხარდაჭერა. იმიტომ რომ ჩვენი ამ შემთხვევაში როგორც გაეროს ოლთა უმაღლესი კომისარიატი საქართველოს ხელისუფლებასთან, საქართველოს მთავრობასთან ერთად იმ კანონმდებლობით, რომლებთაც რა თქმა უნდა არის ყველაფერი გაჯერებული და ადაპტირებული, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ადამიანების უფლებები იქნათ დაცული, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არის საზოგადოების მხრიდან მათი მიღებლობა, საზოგადოების მხრიდან გაზიარება იმისთვის, რომ ტოლულად ყოფნა არჩევანი არ არის. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და ამიტომ ჰუმანურობა, გულისხმიერება ეს არის ყველაზე მთავარი და პრინციპული ამბავი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია და სწორედ ეს დღე არის ეს არის სიმბოლურად ერთი დღე, თორემ ხო და მე მგონია რომ გასტრონომიის გავლით ეს გზა კიდევ უფრო მარტივდება, როცა რაღაცნაირად აზიარებ შენი ქვეყნის კერძს, ხო, სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან და მერიკო, როგორ მე ხარ პროცესი და ისე უყურებდი ყველაფერი რაც გააკეთა. სალათია, ხო? რა ქვია ამ სალატს? აბულის სალათი. გაგიკეთებია ერთხელ. მადლობთ რომ გახსოვთ. ახსოვს და ძალიან გემრიელი. არის ძალიან ტრადიციული სალათი. კეთდება ბურღულისგან, აი აქ აქვს ახლა ბოლო შტრიხი დარჩა. დიონა პამიდორი, ოხრახუში, ბლომად, ხახვი, ეს ყველაფერი უნდა დავჭრათ ერთად, ლიმნის წვენი. არ ბევრია ხახვი. არ ბევრია. არ არის ბევრი? არ არის. არა. ეს ერთი ხახვია, მაგრამ ნახევარი ხახვი უხდა, ხო. მწვანილია ბევრი, ხო? ოხრახუში. ოხრახუში კი და პამიდორი, ერთი პამიდორი წვრილად დაჭრილი. და ლემონი. ლიმონი. ბევრია ლემონი ლამაზია. და ბროწეულის პომეგრანატ ბროწეულის ეს დადუღებული ბროწეული, რომელიც იყიდება ჩვენ. და ბურღული და წყალია 10 წუთი 15 წუთი. 10 წუთი და 9 წყალი ამ ბურღულს და მე აქ. მარილი პილპილი, ხო? კი. და მარილი. ეს კიდე უნდა დაამატო ბურღული? ბურღული კი, მაგრამ მარტო არ ბევრია. აჰა, ესეც ცოტა ზემოდან დაყრიან, როგორც ჩანს. რატომ მოხდებოდა? ეს ამას რა ქვია? ბურღული. ბურღული. უბრალოდ ბურღული? ეს ბურღული. ეს ბურღული. ამის მერე ჰუმუსს აკეთებს. ახლავე ჰუმუს. ველოდებით ხუმუსს. ისეთ მოთეშორის თქვენ ახლა შემოერთდით გაეროს გლობალურ კამპანიას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. ყოველ წელს ახალი კამპანია. ახლა ეს არის Step Within Refugee, ანუ გადადგი ნაბიჯი ტოლულთან ერთად. ოღონდ ამაში იგულისხმება ყველაფერი. თქვათ ფიზიკურათაც გადადგა ნაბიჯი, ასევე მოამზადე კერძი ტოლულთან ერთად. ეს არის ერთი ამ კამპანიის სლოგანი და მე თქვენ ეს ახლა ხო და ნუ და განახორციელეთ ეს სისხლი მაინც რა არის ხო ხედავთ უკრაინული ბორშისკენ როგორ მომიზიდა შას უმიაში
იცი მე თვალებს არ უჯერებ ნინო ესე რომ შენ აი ამდენ წლის მერე ესე სამზარე კი ვიცი რომ შენ ძალიან ბევრი ესე იგი თვისება ქონდა მაგრამ აი სამზარეულოც დაემატა კი ბატონო ნუ მაშინ კურიერში მუშაობდი მაშინ როგორ უნდა დაგენახა შესამზარეულოში რას ვაკეთებ არაფრისთვის არ გვეცალა მოკლედ გრძელდება ბორშის მზადება კიდევ ერთხელ ვიქტორიასთან ერთად გავივლით ინგრედიენტებს როგორც მახსოვს იყო ღორის 3 სხვადასხვანაირი ნაჭრეს ისე იგი მჭლე ცხიმიანი და ძვლის ბულიონი რომელშიც ჩაემატა ის საბაზისო მოხრაკული რომელსაც ვაკეთებთ ხოლმე მაგრამ ბორშის არის ეს სტაფილო ჭარხალი და ხახვი და ძალიან გემრიელი ამიდურის ტომატი მოხრაკული წავიდა შემდეგ წავიდა მოხარშული კარტოფილი კუბებად დაჭრილი იაპა ინგრედიენტებს რასკაზები მზად გვაქვს ხორცი კომბოსტო ჩაემატა ნორჩი ამ დროს კომბოსტო და ძალიან ხრატუნა და გემრიელი და ემზადება დასასრულად что сейчас пойдет больше сейчас пойдет перец болгарский с чем не с чем с морковкой Морковочкой, ხო ბულგარული წიწაკა это летний საფხულის სტაფილო და ბულგარული წიწაკა ეს სხვა შეს დამზადებულია თავად ვიქტორიას მიერ заготовочку потому что сейчас я вашу заготовочку прям так и попробую я обожаю მე მაქვს ერთი მთავარი კითხვა რომელიც ისმის ხოლმე ბორშთან დაკავშირებით როგორ უნდა იყოს აი ესეთი მაგარი წითელი რა არის მთავარი საიდუმლო сейчас главный вопрос про борщ цвет как что надо сделать чтобы вышел такой очень ярко-красный ну, чтобы вообще был очень яркий, нужно буряк запечь. Запекают. Когда вот он вот такой вот, это запекают буряк. Но это на любителя. Вкус получается вот такой, как очень сладкий. Вот это Виктория, а если оставить часть натертого бурячка и в конце просто вот так обдать его сверху? Это грузинский вариант. Это грузинский вариант, но... Когда печеный, получается практически вот такой вот. Вы спросили, чтобы он был вот такой вот. Густого цвета. Тогда печеный, он будет сладенький. Кто-то любит сладкий. Кто-то любит кислый. Скажите, осенний. Я не знаю, это круглосезонный. У Гембриэлиси сахлис. Почему я принесла? Потому что весенний перец, он не такой вкусный, как осенний. Es შემოდგომის წიწაკა არის ბულგარული, რომელიც უფრო ტკბილია. Сам перец имеет совершенно другой вкус. ამასობაში შევთავაზდი ვიქტორიას და მთლიანად არ გაუშვებს ბორშში, რომ ცოტა დარჩეს ისიც საჭმელად. სხვათა შორის რაღმა 9 წლიდან ამზადებს, ის იყო პირველად 9 წლის, როდესაც მოამზადა კერძი და ნუ მითით რომ ეს ტრადიცია არის ოჯახში, ყველა ძალიან კარგად აკეთებს. მისი დედა კი დედა სხვათა შორის უნდა აღნიშნო რომ როდესაც დედის დღე იყო მან სხვა ქალბატონებთან ერთად მოამზადა სადილი და მეუტანა კათარსისში მოხუცებულებს მათ თქვა რომ მე არ შემიძლია ვიყო დედა ჩემთან ერთად იმიტომ რომ ის არის ერაყში და ამიტომ მე მინდა რომ თქვენ ხართ ახლა ჩემი დედები და მინდა რომ თქვენ გაგიმასპინდეთ. ძალიან ბევრია ესეთი აქციები რომელსაც თვითონ ტოლვილები მიუხედავად ყველა იმ სირთულისა რაშიც იმყოფებიან ცდილობენ რომ ქართულ საზოგადოებაში მოახდინონ ინტეგრაცია. წარმოიდგინეთ ყოველ წუთში 20 ადამიანი ხდება იძულებით გადაადგილებული. ერთ დღეში 32000 ადამიანი, მაგრამ ყველაზე მძიმე სტატისტიკა ის არის რომ 86.500 მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანის ნახევარზე მეტი არის ბავშვი. ანუ ბავშვები და ახალგაზრდები იმყოფებიან ყველაზე რისკის ქვეშ და ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენ დაცვასა და თანადგომას. იცით რომ გაეროს ტოლთა უმაღლესი კომისარიატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც არის ჩართული დევნილთა და ტოლთა პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ გაერო ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მარტო ვერაფერს ვერ გახდება თუ არ იქნება ადამიანების თანადგომა და აი ამ შემთხვევაში თქვენი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დღე და თქვენი ყურადღება და გადაცემა არ გამომიტოვოთ ახლა ჰუმუსის მზადება. ყურადღება აქეთ. აბა მერიკო. ჰუმუს ბლენდერი ჭირდება და გაცალეთ რომ რაღაცნაირად ინფორმაცია ბოლომდე. ორი კოვზი, მოცონი. მაწონი, ესე იგი ჩვენი სოფლის ნობათის
რჩეული ხაზიდან მაწონი გამოიყენა ჰუმუსისთვის. აქ არის მუხუდო, რომელსაც მაწონთან ერთად დააბლენდერებს. Конечно. Дуканца давид. ეხლა ფამელგანი. და ცუდა წყალი. ცოტა წყალი. ცოტა წყალი, ძალიან ცოტა წყალი. ეთყობა ეს კონსისტენციას თვითონ აკონტროლებს, ხო? სულ არის დავა, როგორი უნდა იყოს ჰუმუსი. და ახლავე თენა აჰინის პასტა, ხო? სეზამის პასტა. სეზამის პასტა მომეცი ტაჰინი. მოურევ, მომეცი და მითხარი რამდენი ჩავასხა. ოი, აქ მოსარევი ყოფილა. კიდევ კარგად მოურია. ხო, ქვევით არის დაგროვილი როგორც ჩანს ეს მასა და ზევით უფრო ციფრე. აჰა, შეიძლება უკვე რამდენი მითხარი ოღონდ, ხო? მე მაინტერესებს თქვენ სამზარეულოში თუ შემოვიდა ქართული კერძების მომზადება. ქართულს რაღაცები ისწავლე, ქართული კერძების მომზადება. ყოჩაღი ხარ სამზარეულოში. Are you taking the Georgian dishes? Do you know how to cook the Georgian dishes? maybe ხაჩაპური წოდა. Oh, it's pretty hard to cook хачапури. Something like pizza and put the olive. Грузинские блюда. Мои любимые? Нелюбимые. Грузинские блюда, да. Муж сказал, что я уже практически готовлю лобио как грузинка. это уже оценка высокая. Вашему супругу очень с вами повезло. Вы очень вкусно готовите. Это смешно сказано. Я в своей жизни, до того, как приехала в Грузию, ни разу не ела фасоль. Потому что вы не умели готовить. Сейчас, можно сказать, это любимое блюдо. Правда? Да, очень нравится. Я не знаю, то ли, скорее всего, не то ли, а скорее всего, нас ее неправильно готовят. А хинкали? Хинкали я с тестом не дружу, честно. Не дружите. Пока маленький ребенок еще не задружила, но я так понимаю, чтобы жить в грузинской семье, нужно обязательно дружить с тестом. Это еще все впереди. Да, все впереди, конечно. ესე იგი, აქეთ ჰუმუსში, ესე იგი, შეგახსენებთ, რომ აქ იყო მუხუდო, შემდეგ სოფლის ნაბათის ორკოვს მაწონთან ერთად დააბლენდერა, შემდეგ წავიდა ქუნჯუტის პასტა, ანუ ტაჰინი, რაც არის შეუცვლელი ინგრედიენტი ჰუმუსისთვის და ლინის წვენი ჩაასხა. და ეს ნიური პაუდარ. დაფქული ნიორი, კი ბატონო, ნივრის პუდრას რო ვეძახ. პუდრას რა ქვია მაგას ქართულად? დაფქული ნიორი. ნელი. ჩვენ ფაქტიურად აი ბოლო შტრიხებზე ვართ, ჩვენ. მე და ვიქტორია. ესე იგი, მთელ იმ ყველაფერში წავიდა შემდეგ ეს ბულგარული წიწაკა, სახლში დაკონსერვებული, მომზადებული, რომელთანაც შემდეგ დაემატა მწვანილების ნაკრები და ოდნავ ნედლი ხახვი. Какая зелень была? კამა იყო და პეტრუსი. Кама обязательно. Кама. Представляете, по-русски уже забыла, как кама. Правильно. Переходите на грузинское время уже. Кама обязательно. Кама Дальше. это обязательно. Кинзи. Кинза не ложится, но я положила. История. Ложится. Нет, не ложится. Обязательно петрушка и укроп. კამა და ოხრახუში არის აუცილებელი, ქართულმა ასე ვთქვათ, ზეგავლენამ კინძიც დაამატებინა. მზად არის, ვიკლით Я შენ? думаю, уже все, да. არა, არიცით რა სურნელი დგას უბრალოდ. მაჩვენა. Независимые эксперты. არიცით რა სურნელია და რაც თავარია ეს სურნელი არ არის მწვანილის, ეს არის აი ხორცის ნახარშის სასწაული არომატი. ნადმი პრობლემა. ის გასინჯვა მომინდა. მიდი გასინჯო. რა გასინჯე ჰუმუსი მომინდა? მორთო. გასინჯე და უკვე ვამთავრებ. ეხლა ზეითუნისეცაც. თიკა ძალიან უყვარს ჰუმუსი და კარგი შემფასებელი იქნება. წითელი წიწაკა? მე და მე. ჰუმუსი მეც მიყვარს, მაგრამ ბორში მეძახის. ეს ვიზუალისტვის. ხო, გემოსთვისაც ცოტა ცხარე რომ ისწეს. აჰა. გან შენ წვნიანთან რატო ახარ ასე გულგრილი? არ ვარ გულგრილი, გავსინჯავ აუცილებლად, უბრალოდ ეხლა ძალიან ხახვრავლობა. რა ჩავად? წოთ. მე გავსინჯავ. კიტრი. ეს კონკურსი არ არის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ
საუცხო და საუკეთესო ბორშია, თუ რამე მიჭამია, очень вкусно, Виктория. ხუმუსი იყო ფანტასტიკური. რა თინა აბა აქეთ მოგეწონათ ძალიან. ძალიან ინტენსიურია. დიდი მადლობა ნინო წარმატებებს გისურვებთ და ყოველთვის მადლობა. გვიგულეთ თქვენს გვერდით ასეთი ტიპის აქტივობებში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველ რიგში რაჰმასთვის და ვიქტორიასთვის, რომელმაც საზოგადოების ნაწილად იგრძნო თავი და მე მგონი, რომ ძალიან კარგი დრო გაატარა. დიდი მადლობა. გინდათ გაგაკვირვოთ ახლა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ დიდი სტუმრიანობაა დღეს ჩვენთან, ბევრი ახალი და უგემრიელესი რეცეპტი გავიგეთ და კიდე გავიგებთ, იმიტომ რომ ახლა ჩვენი სტუმარი გაგვიკეთებს ბორშს, ოღონდ ლიტურს და ოღონდ ცივს. წარმოგიდგენთ ლიტურს აცხობს ძალიან ბრავალფეროვანი არჩევანით თავისი პურეულის, გემრიელის და სასარგებლოსი და ჩვენ სტუმრებს. თინათი ხუციშვილი, ლიტურის საცხობის დირექტორი და ცისია ამონაშვილი, ლიტურის საცხობის მარკეტინგის მენეჯერი. ორად გაიყო აქ ფუნქციები ამჯერად. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა ვისაუბროთ ლიტურის საცხობის მიღწევებზე, მთავარზე, ტექნოლოგიურსად უგნებავთ გაყიდვების მხრივ და მოვამზადოთ კერძი, რომელსაც უკვე თინათინი თავად გვეტყვის, ჯობია ალბათ საუბრის დასაწყისში ესეც მოვილიოთ. რა კერძია ეს ცივი ბორში? მე გაგისინჯავთ? მე არ გამისინჯავთ. ხო, ზუსტად იცი რა შავ პურს უხდება. ზუსტად. ამაშია მთელი არცი ალბათ ამ ბორშისა. 0%-იან შავ პურს რო ხო, აი. თინათი, მოდით მოგვიყევით უშუალოდ ჯერ კერძის შესახებ, რომ თქვენ დაიწყოთ პროცესი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დღეს დრო. ჩვენ დღეს გავაკეთებთ, მოვამზადებთ ლიტურ ტრადიციულ კერძს. რეალურად ამას კი ქვია ბორში, მაგრამ ეს უფრო ტრადიციული ნაციონალური კერძი არის და ლიტურად ეძახიან ამას შალტი ბორში, როგორც ცივი ბორში ქართული თარგმანით. ამისთვის ბევრი არაფერი არ გვჭირდება, არის ძალიან დიეტური, იჭმება გრილად და ძალიან მარტივი მოსამზადებელი, მთავარი გული ჩავდოთ. ამ ყველაფერში თან სეზონურია და თან იმდენად ჯანსაღი პროდუქტებია, რომ დღისით მივირთმევთ თუ ღამით, არანაირ კალორიას არ შეიცავს. შესაბამისად, ლიტურ პურთან ერთად, როდესაც ზაფხულში ვზრუნავთ ფიგურაზე, ესეც მიგვეხმარება ერთგვარად, რომ ჩამოგვითვალეთ ინგრედიენტები. კი ბატონო. ინგრედიენტები ჩამოგვითვალეთ, მაშინ ის ცოტა ინგრედიენტები. ნამდვილად ცოტა არის. ხო. ამისთვის გვჭირდება მოხარშული ჭარხალი, თვითონ ჭარხლის წვენი, რაშიც მოუხარშავთ. აი ეს წვენი გვაქვს აქ. დიახ. კიტრი, კვერცხი ბოლოს გვჭირდება. მოხარშული კვერცხი. რა თქმა უნდა, მწვანე ხახვი და კამა. სულ ეს წვენი როგორ მივიღეთ? თინათი. გავრეცხავთ ჭარხალს ჩვეულებრივ და ჩავდებთ მოსახარშად. ძალიან მარტივად. გაფუჭი არის მზად, დიახ. ამას მერე გავბრწყნით და დავჭრით კოხტად ლამაზად. კარგი, შევუდექით პროცესს. კარგი. მაშინ ჩვენ კი ქალბატონ ცისიასთან ჯერ ესეთ შესავალ სიტყვას ვიტყვით ლიტურის საცხობის შესახებ, მისი საქართველოში დაარსების და შემდეგ ამჟამინდელი მოღვაწეობის შესახებ. ბატონო, ლიტურის საცხობი ბაზარზე 2005 წლიდან არის. მრავალფეროვანი პროდუქციით გამოირჩევა და რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს ჭვავის პურის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. გვაქვს ასევე თეთრი პურის ასორტიმენტით, თუმცა ლიდერობთ ჭვავის პურით. ეს ჭვავის თუ მაინტერესებს როგორ მარტო ჭვავია ამ შემადგენლობაში თუ როგორ არის? ანუ ჩვენ მოხმარებლებმა როგორ გავარჩიოთ და როგორ მივხვდეთ რომელია ჩვენი? ეხლა მე ბოდიშის მოხდით ჩვენს პურებთან გადავალ და ზუსტად არავითარ ჩამოვიჭერი, რომელი მოგარჩა? 0%-იანი ან ნებისმიერი თქვენ რომელიც კი ბატონო. ჩემი საყვარელიც რო გამოვაყოლე. ჩემი საყვარელი სარირებიანი. ძალიან დიდი მადლობა. წავედით 0-ით წავიდეთ. აბა დავძანდეთ. მარგეც მომაწოდეთ. მარგეც გვინდა. მარგეც მომაწოდეთ. მარგე რომელია? აი, ეს არ ვიცი, არ ვიცი. თქვენ უგაცდებით ჩვენ უნდა კი, აბა მოდი. კი ბატონო. მოკლედ ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი შეკითხვები, რომ რატომა თქვენი პური ასეთი მუქი? რატომ რა ამუქებს ამ ყველა? რატომ სამწუხაროდ შეღებილი პურების შვილები ვართ. გეთანხმებით.
ხო არ გამტეხოთ. გავხსნათ და დავაგემოვნოთ. რატომაც და არა. აბა თან თუ ყველა საყვარელია. პური გამტეხოთ, გოგო. 0%-იან დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ძალიან მაცურად გვიცხერს ხოლმე ეს 0%-ია. რისი 0%-ია მართალი გითხრათ, კი არ დავფიქრებული. მართალი ხარ, ნინო, მეც მიფიქრია მაგას. კი ბატონო. 0%-იანი პური გახლავთ უშაქრო და უსაფუარო. ყველაზე დაბალკალორიული პური დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე რაც არსებობს. ანუ სხვა პურები შაქარი აქვს ცოტა. იცით როგორ არის ფქვილი თავის შემადგენლობით ფორმულა ფქვილის იშლება ნახშირწყლებად, რაც ანალოგიურად ვიმეცადინე. ხო, რაც ნიშნავს შაქარს, თუმცა ძალიან ბევრჯერ, როდესაც ხდება პურის წარმოება, ხდება შაქრის დამატება, რაც მის განსაკუთრებულ თვისებებს, ზოგი აძლიერებს, ზოგი საფუარისთვის იყენებს, ვერ გეტყვით. მაგრამ აი ეს პური 0%-იანი ჩვენი დიეტური ძალიან ამაყად ატარებს თავის სახელს, იმიტომ რომ ამას ისე უბრალოდ არ ქვია დიეტური, ეს გახლავთ შესაბამისი უწყებისგან ნებართვით მიღებული სახელწოდება, იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს დიეტური დიაბეტურის ასეთ ამამად გამოყენებას ეტიკეტაში. კარგი, დაუბრუნდეთ ფერს. ჭვავის ალაო აძლევს ეგეთ ფერს. ეს გახლავთ ჭვავის ფქვილი, ჭვავის ალაო. ძალიან ხშირად არის ესეთი შეკითხვა, რა არის ალაო, იმიტომ რომ ჩვენი კულტურისთვის ძალიან უცხო იყო ყოველ შემთხვევაში. ეს გახლავთ ფერმენტირებული მარცვლეული. ფერმენტირებული მარცვლეული ეს მარტივად რომ მოახსნათ, გახლავთ გაღვივებული, არა, გაღვივებული მარცვალი, ამ შემთხვევაში გაღვივებული ჭვავის მარცვალი, რომელიც შემდეგ იხალება, იფქვება და გამოდის იგივე ფქვილი. რაც უფრო ხანგრძლივად არის ეს მარცვლეული მოხალული, მით უფრო მუქი ფერისაა შესაბამისად ჭვავის ფქვილის მოხალვისგან. კი. მოხალვის შედეგად მიიღება ეს ფერი. იმიტომ რომ ჭვავი ისედაც მუქი ფერისაა შედარებით, რუხი ასე ვთქვათ. და შემდეგ ეს უკვე განსაკუთრებული ფერისაა. მხოლოდ ჭვავის არის ესენი, თუ მაინცაა ცოტა თეთრი, ცოტა პირველი მე აუცილებლად არის თეთრი ხორბალიც, აუცილებლად, იმიტომ რომ საქართველოს ბაზარზე თითქმის არ არსებობს სუფთა ჭვავის ფქვილი, ისგან გამომცხვარი პური. ნუ ცოტა ხო ზოგადად ეს ჭვავის ფქვილი, რომ არა მხოლოდ მის გამო ევროპაშიც კი ძალიან ცოტა საცხობია, რომელიც უზრუნველყოფს ჭვავის ფქვილისგან დამზადებულ პურეულს. რატომ ძალიან რთული ფორმულაა, სჭირდება სპეციალური ტექნოლოგიით გამოწყობა და რაც ყველაზე მთავარია, გახლავთ ის, რომ ჯანმრთელობისთვის ადამიანს, რომელსაც აქვს კუჭ-ნაწლავის მცირედი ეროზიაც კი საშიში. ჭვავის საშიში ყოფილა ესე კი, ანუ თუ ეს არ იქნა კონკრეტული, ანუ შეიძლება სულ არ ვიცოდეთ არაფერი ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გქონდეს რაღაცა ჩივილები ამ პურის მიღების შემდეგ. ეს არის პირველი პირდაპირი ნიშანი იმის, რომ მცირედი ეროზია გვაქვს, რაღაც კუჭ-ნაწლავს მოკლედ მიხედვა ჭიშტება. ნელ-ნელა ვაკლებთ, ასე ვთქვათ, ცოტა საეჭვო და ჯანმრთელობისთვის მაინდა-მაინც არასასრულ ინგრედიენტებს და მივდივართ პურ მარგემდე. ამასაც 0% აწევია, მაგრამ ეს არის პური, ფავორიტი პური, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პური წლების განმავლობაში. გახსენით და რატო? ეს გახლავთ პური, რომელიც შეიცავს ასევე სელის მარცვლებს. 0%-იანი ანალოგიურად ხელოვნური შაქრის დანამატის გარეშე საფუარის გარეშე კი ბატონო. რასაც ხედავთ, მართლ-მართლ ეს არის სელი? ეს გახლავთ სელის მარცვლები. სელი რას სიკეთე მოაქვს ჩვენთვის სელს? ეხა ეგეთ მოვ გავიგოთ ამბავი. კი ბატონო. სელი გარდა იმისა, რომ თავის მხრივ შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ვიტამინებს, აუცილებლად უნდა გამოვყოთ, რომ ეს გახლავთ თითქმის ერთადერთი მარცვლეული, რომელიც ომეგა-3-ს შეიცავს. შესაბამისად, ამ პურის მირთმევის დროს თქვენ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ომეგა-3-ის დღიურ ნორმას იღებთ. უი, რას ამბობთ? რამდენი პური უნდა ჭამო? დამერწმუნეთ, რომ ჩვენს პურს ბევრს ვერ მიირთმევთ და ამაზე ცდები გვაქვს არაერთხელ ჩატარებული, რატომ? ეს გახლავთ ხარისხიანი ჭვავის ფქვილი, რომელიც ადვილად ანაყრებს. მაქსიმუმ 2-3 ნაჭერზე მეტს, ნუ თუ შეჭამთ, გაგვაგებინეთ შეგახო. აბა გემბელი გასუმზირები რო ჩადეთ, ჩიქ რა გეგონათ, რომ ვიწყებ ვეღარ მომთავრებ ხოს ჭამას. კარგი, აქეთ გადმოვიდეთ პროცესში, როგორც ხედავთ, თინათინმა წვრილად დაჭრა ეს მოხარშული ჭარხალი, კიტრი და მწვანე ხახვი. კი ბატონო, ბაიას დიდი წვლილია ჭარხლის ჭრაში. სხვილი თუ შეხვდა, ჩემი დაჭრილია. და ეხლა კვერცხი.
კვერცხი ბოლოს. შუბზე, ბაიკო, შუბზე. ამ ყველაფერს შეგვიძლია გავარჩიოთ და დავდოთ, ანუ დავამტრიო? კი, დავამტრიოთ. ნერვებსაც ამშვიდებს ზოგადად კვერცხის ესე დარახუნება ხო. კარგი, კამა მოდის ახლა. ანუ ყველაფერს ჭრით ძალიან წვრილად, ну, გემოვნების ამბავია, მაგრამ ჩვენთან ოჯახში ეს ძალიან უყვართ, როდესაც არის წვრილად დაჭრილი. ერთად ვათავსებ ჭარხალი, როგორც თქვით, ესე იგი კიტრი, მწვანე ხახვი და კამა. შემდეგ შევაზავებთ ჩვენ ჭარხლის წვენს კეფირთან ერთად და ამ ყველაფრის ნაზავით მე ამ დაჭრილ მასასაც შევურევთ და ფაქტიურად კერძი მზად არის. უბრალოდ მირთმევის წინ უშუალოდ შეგვიძლია დავამატოთ კვერცხი, რომელიც ძალიან უხდება. კი, კვერცხი უნდა იყოს ზემოდან დათხოვილი. კი, აუცილებლად ეს თავარი პირობა არის. სანამ თქვენ ამ მთელ ამ პროცესს გაივლით, მე შემიძლია შემოგთავაზოთ ამბავი იმის შესახებ, თუ სად გაჩნდა ზოგადად ლიტური პურის საქართველოში შემოტანის იდეა, ვინ არის ის, ვინც ლიტური საწყობი გახსნა წლების წინ პირველად ჩვენს ქვეყანაში, ანუ ავთოგვასალიას რუბრიკაში გაიცნობთ არუნას მიშკაუსკას და მის ოჯახს. გამარჯობათ გოგოებო, ბიჭებო, გამარჯობათ. აბა, სად არის შენი ცომი? აჰა. ეს არის ჭვავის პური, ჩემი ფავორიტი. ის ნამდვილად უგემრიელესია და თან ნატურალური. გამომყევით დაგათვალიერებინებთ საწარმოს. ლია, გამარჯობათ, როგორ ახალ ლია? კარგია. გაიცანით, ეს ლია ჩვენი საწარმოს მთავარი ტექნოლოგი, რომელიც ყოველდღიურად პურის ხარისხს ამოწმებს. ეს კი ჩვენი ილოა, ლიტური პურის ერთ-ერთი საუკეთესო მცხოვრებელი და თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი. აი აქ, როგორც ხედავთ, სხვადასხვა სახეობის პურის ცხობა მიმდინარეობს. ჩვენი თანამშრომლები ჩართულები არიან ცხობის პროცესში. თავდაპირველად ქარხანაში დაახლოებით 10 ადამიანი მუშაობდა, ყველას თავისი საქმე ჰქონდა. ახლა ეს რიცხვი ძალიან გაზრდილია. საერთო ჯამში 400-ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული. მათი ნაწილი საცხობში, ნაწილი კი სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობს. ჩვენ გვყავს დისტრიბუტორები, პრომო გოგოები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და ასე შემდეგ. პირველი ქარხანა ორთაჭალაში ჰქონდა, მაგრამ ის ძალიან პატარა იყო. შესაბამისად, იქ არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ბევრი პური გვეწარმოებინა. თავდაპირველად, როდესაც პურის ცხობა დავიწყეთ, ბიძაჩემი სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში და მან გვასწავლა პურის ცხობის ტექნოლოგია. ის 25 წელზე მეტია ამ საქმით არის დაკავებული და ნამდვილად საუკეთესო მცხოვრებელი. ჩვენ დავიწყეთ ახალი ქარხნის მშენებლობა, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე დავასრულებთ სამუშაოებს და უკვე იქ შევძლებთ თქვენს მასპინძლობას. ეს რამბავი ყოფილა, ეს რამბავი ყოფილა საფუძვლად. შემიყვარდა ლიტური პური. ესეთი რაღაც ოჯახური ბიზნესი ოჯახში დაწყობ ძალიან მაგარია. ესეთი ბავშვები და ლამაზი დედმამა. დიდი მადლობა თქვენ, ნადლობთ. ჩვენ კიდე აქვთ კობებით, კიდე ერთ-ერთი შვილობილით ამ დიეტური რო იმას კი არის, 5 ცალი პური უნდა ჩამოჭრა. აი, ხელა გასინჯო. ამას ახლა 70% აწერია. ბოჩო ქვია ამას. ბოჩო ქვია და 0%-ები ხო გავიარეთ და ხო და. გაგიბათილა იმ მაიქ 70%. ჭავის ფქვილი 70% ჭავის და იქ რა გა? ბოჩო, ეს მე ბოჩო მაქვს, შე რა გა? ჩემს სადის ძირასვინი შესას. ახლა დასრულდა ჭრის პროცესი და მოდი ახლა ბორში დავასრულო. ვაშა ლიტური ბორში. ერთი რაც გამახსენდა, ხა იმ წინა სტომარს რო ეკითხებოდით წითელ ბორშთან დაკავშირებით. აი ეს წვენი რო ძალიან ცოტა მოასხა ბოლოსკენ უკვე ხო გაგიწითლებს ბორშს. აი ეს ნახარში წითელ ბორში ხო ისედაც ხო არა რო იკითხე. მე გამომადგება ეკრჩევა, იმიტომ რომ ხო, აი წითელი ვერ გამომდის ხოლმე. სუბოლოს უნდა მოაყარო ხოლმე ან გახეხილი ჭარხალი აკიდე ეგეთი წვენი მოასწა. იცი რა თქვა კიდე ჩვენმა წინა სტუმარმა რეკლამის დროს? არა, მაგის გარდა თქვა რომ თავარი არის რომ ზედმეტად არ ხარშ, როგორც კი ნახევარი წუთი მაინც ზედმეტად ხარშ და ფერს კარგავს. ავაწყოთ ახლა ეს. ავაწყოთ. მოდი გავიმეოროთ, აქ გვაქვს ჩვენ მოხარშული ჭარხალი. დაჭრილი, წვრილად დაჭრილი კიტრი. არა ჟანი რო გადავისვა შეიძლება. კი, საფრის ბოჩოზე გადაისვი. არის კიდე. კამა, მწვანე ხახვი, ჭარხალი კიტრი. ხო, მეტი არაფერი. ამ ცხელ ზაფხულის დღეებში იქნება მშვენიერი
შვენიერი ცივი საბილი. კოვსვეძებდი და აგერ ყოფილა დამალული. ეხლა თქვენ უმასე ჩვენ გვაქვს კეფირი, გვაქვს ჭარხლის ნახარში, რომელსაც აი ესე ლამაზად რო შევაზავებთ, გამოდის არაჩვეულებრივი ფერი, აი ნახეთ, ეგრევე ეთყობა. და ისეთი ლამაზია, უკვე გამზადებული ეს მწვანეებიც კარგად ჩანს. ზაკერტში და ძალიან უყვართ ბავშვებს. აი ჩემი შვილები მაგალითად და მათი მეგობრები რომ მოდიან, სულ უყვირთ ხოლმე მშობლებს მე ეს წასაყვანად რომ მოდიან. ნახეთ რა ვიპოვე. ხო, აი ეგ გვინდა ჩვენ ახლა შესაძლებლად. თან სასარგებლო ხო, როგორ ამოვავლოთ მაინც. ბავშვმა ხო აი ჯანსაღი და რაღაც ხო არ გააკეთე კიდე დამატებითო, მაგრამ სულ ეს არის რეალურად უბრალოდ ისე უხდება ეს კიტრი და კამა ერთმანეთს რომ მოკლედ გვაძლევს გადასარევ გემოვნო როგორი რამიფერი ეხა ამას წავიღებთ აი ესე კოხტად ჩავასხავთ მე ცოტა წუწავ ხარა თქვენ შეგიძლიათ კარგათაც ეს ყველაფერი გაამზადოთ ბატონო ეს არა ხო ჯერ ეს და მე კვერცხი ჯერ ეს და როგორ აფასებს თქვენი ლიტველი მეუღლე ახლა ამას რო აკეთებთ ხოლმე გამოგდისო? ეხლა ნახე როგორი თემა არის. მოვდიოდი მოკლედ, აქ ძალიან მინდოდა ძალიან ესე მიყვარს სალათები და ასე შემდეგ და მინდოდა ჩემი საფირმო სალათის გამზადება და შემომთავაზა რომ აი შენ რო იმას რო გვიკეთებო სახლშიო და ძალიან რო კარგად გამოგდისო ის ჩვენი კერძი გააკეთეო და ოღონდ არ შემარცხვინო. ხო და აი ხე შევეცდები რომ არ შევარცხვინო. ჯერჯერობით ძალიან ლამაზი არის, აი ულამაზესია, უადვილესი გასაკეთებელია. მარილი, ყველაფერს ასეკავთ. ხო, რო ჩავყრით, მე ალბათ წიწაკას არ უშვა. არა, წიწაკა არ უნდა. ლიტვას საერთოდ არ უყვართ ლიტველებს ეს ცხარე და ასე შემდეგ ძალიან მე მეუღლეს არ მიაჩვიეთ, აქ აი ცხარე წიწაკიანი საკმელები? კი, სხვათა შორის მაგისტრის მეგრელი მეუღლე უნდა შეხვედროდა. იცით, აი ტრადიციულ ლიტველს ძალიან ნაკლებად გავს, იმიტომ რომ ლიტველები არიან ნაკლებ ემოციურები, ნაკლებ გამოხატავენ ნაკლებად. თავისებური ის არის, როგორც ჩვენ მაგალითად, ხო და არუნასი არის უსაზღვროდ ენერგიული, უსაზღვროდ კომუნიკაბელური და აი ეს ქართული, აი რა ქვია ამას, აი ჯიგარი ხო? მე მგონი თქვენსკენ გადმოიყვანეთ უკვე და თქვენც აღარ გახსოვს როგორი იყო, მაგრამ არა, ესეთი იყო თავიდანვე და ძალიან კარგი. თვითონაც უყვირთ ოჯახის წევრებს, რომ როგორ არ გავხარო ჩვენებურსო, ანუ ხასიათით და კვერცხი ახლა კვერცხი. ეხა ამ ყველაფერს რომ გადმოვიტანთ ჩვენ თეფშზე, სერვირებში. აი ესე კოხტა დაჭრილი გვაქვს ეს კვერცხი. აქვე გააკეთე, იმიტომ რომ ცოტა ხრჩება. ხო, ანუ ამ ყველაფერს უბრალოდ დავამატებთ კვერცხს. სადელი არის მზად, ძალიან მარტივია. ძალიან კარგია. სულ ეს არის. ერთი კითხვა მაქვს, სულ ხო არის პრობლემა, რომ ბავშვებს გოსტნეული და წვნიანი, რომ რამენაირად ვაჭამოთ. ჭამენ თქვენი შვილები? ხო, აი ამას თუ ვაკეთებ ოჯახში გვაქვს ზეინი. ანუ შვილების და შვილების მეგობრებიც კი ჭამენო, ამას არ ყვებოდით ახლა. გაოცებული დედა, მამა, მერე ამ ბავშვები და მამები გადარეული. როგორ ახერხებ, ანუ რეალურად ძალიან მარტივი და ძალიან გემრიელი. ნამდვილად მარტივია. და რომელი პური უხდება? დიეტაც უხდება, ამას 0% ანს გულისხმობ, უხდება ძესუმზირებიანიც, ანუ ყველაფერი არის კარგი, ხო. ხო და ეს არ გამომიტოვოთ რა ყველა ბავშვს რო უყვარს რომ არის ტოსტიც და ასევე საკონდიტრო ნაწარმოებსაც რო აწარმოებს და ორი სიტყვით ძალიან მოკლედ თქვათ ნედლოუზე რომელიც ასევე ჩამოდის, ხო? რითაც ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რითაც გამოირჩევა ყოველთვის ჩვენი ყველა პროდუქტი, თვითოეული პროდუქტი დამზადებულია ევროპის წევრი ქვეყნებიდან იმპორტირებული უმაღლესი ხარისხის ნედლეული. დიდი მადლობა წარმატებები. ასეთი გემრიელი. მადლობა დაბები. ნახვამდის.